ირანში ვითარება კვლავ დაძაბულია. ისრაელმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე მიიტანა იერიში. ირანის ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს დაზიანებული შენობები და ნანგრევები. სამაშველო ჯგუფები კვლავ ეძებენ გადარჩენილებს. ისრაელმა იერიში მიიტანა ირანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ ობიექტზეც. სამხრეთ ფარსის ბუნებრივი აირის საბადოზე მდებარე ნავთობ-ქიმიურ ქარხანაზე. გავრცელებული ინფორმაციით თავდასხმის შედეგად დაიღუპა ისლამური რევოლუციის გვარდიის ორი მაღალი რანგის მეთაური. ირანის ხელისუფლების ცნობით თეირანის სამხრეთ-დასავლეთით ისრაელის საჰაერო იერიშს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამავდროულად ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები, რომლებიც მათი განცხადებით თეირანის აეროპორტში სამხედრო ვერტმფრენებზე მიტანილ ავია იერიშს ასახავს. ისრაელის სამხედრო უწყების ინფორმაციით ქვეყნის საჰაერო ძალებმა ღამით ჩაატარეს მასშტაბური ოპერაცია, რომლის მიზანი ირანის საჰაერო ძალებისა და ისლამური რევოლუციის გვარდიის ავიაციის დასუსტება იყო. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის პიტ ჰექსეთის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ყველაფერს გააკეთებენ, რომ საკუთარი ხალხი დაიცვან. ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის, რომლებიც თეირანიდან გვაკვირდებიან, გვაქვს მკაფიო გზავნილი. შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას იმოქმედებენ, რათა საკუთარი ხალხი დაიცვან და მისია ბოლომდე მიიყვანონ. ჩვენ მოქმედებებს მაღალი სიზუსტით ვასრულებთ, ვაკონტროლებთ ცას. როგორც ხედავთ, პირველი პილოტის გამოსაყვანა დღისით 7 საათის განმავლობაში დავფრინავდით ირანის თავზე. მეორე პილოტის გადასარჩენად კი 7 საათი ღამით. ირანმა ამას ვერაფერი დაუპირისპირა. ჩვენ ვიბრძვით ღირსებით, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ვიმარჯვებთ კიდეც. ირანში ხელისუფლება კი მოსახლეობას სტრატეგიული ობიექტების დასაცავად მოუწოდებს. ირანელმა მაღალჩინოსანმა ალი რეზა რაჰიმიმ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და ახალგაზრდებს ქვეყნის მასშტაბით მოუწოდა ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი მოეწყოთ. من از همه جوانان، ورزشکاران، هنرمندان، بچه‌های دانشجو و دانشگاهی و اساتیدمون دعوت می‌کنم. მოუწოდებ ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ხელოვანებს, სტუდენტებს, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს, ხვალ სამშაბათს დღის 2 საათზე შეიკრიბეთ ელექტროსადგურების გარშემო, რომლებიც ჩვენი ეროვნული კაპიტალია და მიუხედავად ნებისმიერი გემოვნებისა თუ პოლიტიკური შეხედულებისა, ეკუთვნის ირანის მომავალს და ირანელ ახალგაზრდობას. შეიკრიბეთ, რათა მსოფლიოს ვუთხრათ, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ომის დანაშაულია. ოფიციალური მონაცემებით ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ ირანში დაღუპულთა რაოდენობა 5200-ს აღემატება. ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ომში ჩართული მხარეების მხრიდან კი დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯები